მაგისანობით მეგობრებო, ლექსუსი ყავს, ის მდგომარეობას დაგათვალიერებინებთ. აი ეს ჩამოვიდა მოკლედ აქ-აქეს. დაზიანება ჰქონდა, ბიჭებმა გაასწორეს. ჩვენმა ლაში ჰქონდა გიო, აქაც აი ესეთი ანალოგიური. აქაც აი ესეთი დეფექტები აქვს, როგორც ხედავთ. აი ესე მოყვება, აქაც ესეთი პრობლემა აქვს, კარების შესასვლელი კარები იყო, მაგრამ დატოვეს მოკლედ, იმიტომ რომ ყველაფერი ყოველთვის ეხება ფინანსებს. ესაც გამოგვისწორეს ბიჭებმა, რაც შეეხება კაპოტს, ფაქტიურად ამ მანქანას ძირითადი შესასვლელი დეტალი რაც იყო და უნდა ყოფილიყო, ეს არის კარები, იმიტომ ეს კარები აი ესევე იყო დაზიანებული. ბიჭებმა დაჭიმეს მაქსიმალურად გაასწორეს ეს კარები. და რაც შეეხება ამ კაპოტს, ეს კაპოტიც იყო შესაცვლელი, იმიტომ დაზიანება იყო ფაქტიურად აი აქამდე მოსული, აი ესე იყო, აი ესე ბიჭებს ჩაჭრილი და გაკეთებული, ხამასაც განახებთ. აი ესე ჩაჭრილი, მოკლედ ეს ადგილი ახსნილი იყო, იქიდან მოჭიმეს. დაუთოვეს ბიჭებმა და მე ესე ჩააკერეს აკურატად, სუფთად, როგორც ხედავთ, ჩაკერებული. თავის სუფთა შოუებით არანაირი გამოტოვება, არანაირი ნახრეტები, მოკლედ მაქსიმალურად აი ესევე დასვეს და გააკეთეს ეს კაპოტი. ვიზუალს ხედავთ, რა მდგომარეობა აქვს, ამ ყველაფერს დავამუშავებთ, ეს აპარატები და ვასუფთავ წმინდავ. და მე უკვე დავიწყებ დამუშავებას, რა თქმა უნდა, გადავიღებ, ალბათ დაგუნდის ეტაპს გადავიღებ სავარაუდოდ, იმიტომ რომ შპაკლი წაესვენა ძირითადად. ადგილები რაც აებოქსიტი, მე ყვითელი შპაკლი, როგორც წესია და მე დაიგრუნდება, გადავიღებთ, განახებ, შეღებისას რა თქმა უნდა განახებ, უამაში შევა მანქანა, მაგასაც განახებ, შედეგსაც დაგამოგვივა ჩვენი ლექსუსისგან. მეგობრებო, დავამზადეთ ეს ყველაფერი, როგორც ხედავთ, ბამპერზე გადავასუფთავთ და წება უკვე გისხია, ეხლა ვიწყებთ გრუნტის გახსნას, მომხმარებელმა მთხოვა თუ გრუნტს როგორ ხსნიო, რომ მითხრაო, ანუ ძალიან მარტივად. აი ესე აგიხსნი მოკლედ. აგე თავი ნებისმიერ გრუნტს არ აღნიშნულა რა ბრენდის გრუნტია. აი ესე აწერია თავის მონაცემები. ანუ 100 გრამში მოდის 20% თავის კატალიზატორი და აი უკვე სისქეს გააჩნია, შე როგორი სისქე გინდა 10% ან 25% მოდის ცხიმიანი რასტოეტელი. ედაჟი აწერია კიდევ თიმერ, ანუ რასტოეტელი, მე აწერია hard, ანუ თავის კატალიზატორი და ზემოთ უკვე რაც აწერია, აი უკვე თავის გრუნტია, ან თავის შემადგენლობა გრუნტის რა. ხო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვასხავთ აი ამ გრუნტს ვასხავთ, ეტონოლის გრუნტს ვასხავთ. ანუ არის საშუალო გრუნტები. ეხლა ამ გრუნტს, ამ ბრენდირებულ გრუნტს თავისი კოლბას მოყვება, თქვა სასწორი თუ არა გაქვს, შეგიძლიათ თავისვე კოლბაში აი ესე მარტივად თავისვე კოლბაშივე აწონო, რომელიც აი მითითებულია ზომები, როგორ უნდა გახსნა, რაინაირად უნდა გახსნა. როგორც აქ წერია ანალოგიურად ახსნა აქ თავისვე ბანკაზე, ანალოგიურად აქ აი ამ გრუნტსაც ანალოგიური გახსნა უწერია 4-1-ში, როგორ უნდა გაიხსნას. ანუ 400 გრამი, ანუ თავისი გრუნტი 25% კატალიზატორი და 35% რასტოეტელი. ოღონდ რასტოეტელს ხმარობთ ამ შემთხვევაში ცხიმიან რასტოეტელს მხოლოდ და მხოლოდ. არა 646. რომ სამომავლოდ რომ პრობლემა არ ქონდეს, არ აიჭრას, არ დაიჭრას და მოკლედ არ გაგვიფუჭეს და არ წაიწიერთლოს. კიდე არის ესეთი კოლბები, რომელიც იყიდება მაღაზიებში. ესენი რამდენადაც ვიცი, ადრე ვიყიდე, მოკლედ შეკვრა და არ მახსოვს, მე მგონი ცალი გამოდის 50 თეთრი, აი ეგ აწერია გრამობა, როგორც ხედავთ. ანალოგიურად აი დაჟე დახატულით აქვს 1 და თავისი პროცენტულობა თქვა, რამდენი როგორ შედის, აი 2-1-შიც არის ანალოგიურად, 3-1-შიც არის და უბრალოდ მიყვი აი თავის ინსტრუქციას და ყველაფერი მარტივად სუბუკად და იდეალურად გამოგივა, დაჟე თქვათ მომენტ თუ მოგიწია ხელახლა გადაღებვა, ხო? უპრობლემოდ შეგიძლიათ დაშკურკო და გადაღებო, არანაირი პრობლემა არ გექნება, არც იმ აჭრის, არც იმ დაჭრის, მოკლედ არაფერს. იმიტომ თუ სწორი გექნება ეს ყველაფერი გახსნილი, ის გრუნტი მშრალიც იქნება და სამუშაოდ იქნება მზად, რომ ემუშაო კიდევაც და პრობლემას არ შეგვიქმნის არანაირს. ნუ თვალის ზომით თუ გახსენი და გააკეთე, ანუ მეც მქონია, მეც მუშაობდი ეგრეთ პერიოდს, მაგრამ იყო მომენტები, მე უკვე ეს მანქანები რომ მოდიოდნენ ისე ხელახლა ჩემი მომხმარებლები და მიწევდა თქვა გასმულის გაკეთება ან დაზიანებულის გაკეთება, უკვე პრობლემას ქმნიდა ის, რომ ქვედა გრუნტი იყო ოდნავ ნედლი და მიწევდა ან გასუფთავება,
ან ორმაგი წვალება მოკლედ და ეს ყველაფერი არ მოგიწევთ, უბრალოდ მიყევით Z ნაწერ ინსტრუქციას, ლაქსაც ანალოგიური აწერია რა. და ბევრ გრუნტს კიდე თავისი რასტოეტელი მოყვება რა, ეს B12 და ასე შემდეგ არ ჭირდება. ეგ უკვე გრუნტებიდან გამომდინარე რა გრუნტს იხმართ და რა ბრენდის გრუნტს იხმართ რა. და ლაქსაც ანალოგიურად არის რომელსაც ჭირდება რასტოეტელი, არის რომელსაც არ ჭირდება რასტოეტელი რა. შევიდეთ მეგობრებო, დავათვალიეროთ ჩვენი Lexus-ი, ტემპერატურა მოკლედ 47 გრადუსია, შიგნით ძალიან ცხელა. და ცოტა რთულია ეს ტემპერატურაზე მანქანის შეღება, გინდათ ლაკის, გინდათ საღებავის, ფაქტობრივად ჰაერში ვეშრება. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა, გახსოვთ ჩვენი ნალესი კაპოტი აქედან. ესეც შიგნიდან აი ეს ფორმები, აი ეს კანტიც რო არ ქონდა. აი ესეთი შიგნიდან სულ გადავამტვერეთ, აღარ დავაპერეხოდეთ, იმიტომ რომ თვითონ ხორკლიანია და არ კეთდება და პოლირება, იმიტომ უნდა არ უნდა იპრიალოს. ნუ კაპოტი დავახდეთ შენახევრად, აქედან მხარეს ხელი არ დავადეთ. აქედან მხარეს დაჟე კეთდეს პატარა ნაკენჭურებიც აქვს, რომელიც ხელი არ დაგვიდია, იქიდან გამომდინარე, მაშინა დამუშავებული იყო და მე სხვაობას მოხდება იქეთა მარცხენა მხარე ფთაში, ანუ იქეთა კრილოში, ჩვენ არ შეგვიღებია. ხო და იმ იქიდან გამომდინარე, იმ კანტიდან აქეთკენ ხოლმე საღებავი დავასხით, დავგრუნტე, დავამუშავე და მოკლედ აქედან მხარე მივიღეთ იდეალურად და იქეთ პერეხოდის გამომდინარე არ შევეხედო სხვაობა არ მოეცა ფერში. მოკლედ ესეც მის წინა ბამპერი ნაკენჭრები იყო აქაც სუფთად გასუფთავდა. აი ესე იდეალურად შევა ზოგმეთ უთხრა დამისვეს ბამპერი რატომ შეიღება მთლიანათო ბამპერი იმიტომ რომ პლასმასის შორის და ტვინის შორის ყოველთვის სხვაობაა ქართული მანქანისთან შედარებითაც. მოკლედ ესეც წინა მისი კრივო აქედან მხარე. აი დაზიანება გახსოვთ აქედან მხარე, აქაც ერთი და აი აქ ქონდა ესე გასმული მოკლედ. აი ესე განახებ. აი ესე იდეალურად გამოვიდა. აი ესე სწორედაც გადავიღებ, მოკლედ. აქედან მხარე გახსოვთ ალბათ ეს კანტები აქ ქონდა. აქ ეთყობა კონტეინერიდან Z რაღაცა დაეცა, დარღვეული იყო ეს ფორმებით გამოვიყვანეთ. აქაც იდეალურად გამოვიდა, მეორე დაზიანება ქონდა აი აქ. ესაც იდეალურად გამოვიდა, ამ კარეთაც შეეხება შუაში იყო ნაკეცი, რომელიც უნდა შეგვეცვალა წესით კაპოტი და ეს კარები, მაგრამ იქიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მაქსიმალურად იმუშავეს ბიჭებმა, მექნიკეებმა მაქსიმალურად გაასწორეს და ანალოგიურად მე ზემოდან ვიმუშავე და ვამატე ჩემი ნაწლავალები და აი ესეთი იდეალური გამოვიდა. ეს უცებ ის კარებია, რომელსაც შეეცვალა, მაგრამ გამოვიდა იდეალური. გამოვიდა ესეთი კანტები გამოვიდა ფაქტიურად. აი რასაც ხედავთ, ანალოგსაც ხედავ მე აი ესეთი იდეალური გამოვიდა, არანაირი ტალღა აღარ დარჩა, არანაირი ვალნა აღარ დარჩა, კანტიც ესე იდეალურად გამოვიდა და ფაქტიურად უკვე თითქმის მშრალიც არის ეს ყველაფერი. როგორც ესე მეგრო დასრულდა ჩვენი Lexus-ი, მომდევნო 20% ყავს ალფა, კრილო და კარებია, მაგას გადავიღებ დეტალურად, მე გადათვალიერებინებ განა. მადლობა ვიწუყურებთ ჩემს YouTube-ს, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. ჩვენი მკვლელი სილვია ეს Lexus-ი, ჩემოც მეგობრებო, ეს ყველაფერი ხდება upgrade-ში. დავათვალიეროთ ჩვენი Lexus-ი. აი ბიჭებმა აწყეს ეს ყველაფერი, აი ეს იდეალური გამოვიდა. კაპოტი გახსოვთ ამ მდგომარეობაში იყო ჩვენი ბავშვები. გიოჯან, რა სიტყვი გიოჯან? ბოლომდე არ დაცულებულა, ჯერ კიდე აწყობილი.
სილვია ხა სილვია დავნა. ჩენი შეღებილიყო, ეგეც ანა.